იმისგან გამომდინარე, რომ ძალიან უყვართ შელიბონები და ვიცი, რომ არ არის დიდად სასარგებლო და ჩანსაღი. მოკლედ ეს იდეა გამიშთა, რომ მოდი გავაკეთო ცადო. ბადაგით გავაკეთე პირველად შელიბონი, მე რაღაცა წვენით ვცადე ფორთოხლის წვენით. ეგ მოეწონათ ცოტა ეს ალუბალი იყო, მე კიდევ ჯგუფში ვიკითხე, რომ რამდენად იქნებოდა დაინტერესება, ვთქვათ, რომ დამეწყო კეთება ქართული შელიბონების ჯანსაღის და ნატურალურის. ძალიან ისეთ გამოხმაურება მოყვა, მახსოვს 1000 რაღაც კომენტარზე ავიდა უცებ, რომ კი გვინდა შევიძენდი სიამოვნებით, ცადე გავაკეთე. რამოდენიმე სახეობა წამოვიდა, საკმაოდ დიდი ინტერესი, საკმაოდ დიდი მოთხოვნა იყო. რამოდენიმე 2-3 თვე მოკლედ ფაქტიურად სხვას ვერაფერს ვერ ვაკეთებდი, მუშაობდი მარტო ამაზე. წელს უფრო დიდი მოთხოვნა წამოვიდა. უშუალოდ შელიბონი საერთოდ არ იყო ქართული ბაზარზე, არანაირი სახით, რამდენადაც ვიცი, არ არსებობდა. პირველად გავაკეთეთ ჩვენ. დღეს როგორც ვიცი, ქართული მხოლოდ ჩვენ ვართ და კიდევ ერთი მეტი არ არის. კონკურენტუნარიანი არის იმით, რომ არის პირველ რიგში ჯანსაღი, ნატურალური არის, არ არის არანაირი ემულიკატორი, არანაირი ფერის ან გემოს დანამატი, ეს ფერები რაც არის თვითონ ხილის წვენებით მიღებული ფერები. ასევე ჩვენ გვაქვს საერთოდ უშაქრო ჟელიბონები, რომელიც სუფთა ხილის გამოწურულ წვენზე მზადდება და მხოლოდ ხილის წვენი და ჟელატინი არის და არის ნამდვილად სრულიად ჯანსაღი და სასარგებლო. ასევე გვაქვს ვისაც უშაქრო არ უნდა და არ შაქარი უნდა ნეკერჩხლის სიროფით, რომელიც არის ბუნებრივი დამატკბობელი. და ვეგანურები გვაქვს, რომელიც არის როგორც ვიცი ბაზარზე, ეს უცხოური ბრენდების ვიცი რომ აქვთ. მაგრამ ესე ნატურალური მხოლოდ ჩვენ გვაქვს. ვთქვი, რომ არაფერი არ შეგურიო, ამის გამო არის ცოტა მალფუჭებადი, არ არის როგორც ჩვეულებრივი ჟელიბონები, დიდხანს არ ინახება. მათ სივარში უნდა შეინახო, მაქსიმუმი არის 10 დღე 2 კვირა. ნამდვილად გვიფასდება ეს შრომა, იმიტომ რომ კიდევ და კიდევ გვიკვეთავენ. დაბადების დღეებზე გვიკვეთავენ ტორტებს. მაგაზეც დიდი მოთხოვნა არის საკმაოდ. არის რომ აი მაგალითად გუშინ და დღეს გავუშვი სადღაც 3 კილო ნახევრამდე შეკვეთა გავაგზავნე. დღეს მარტო 2 კილო გავაგზავნე ბათუმში. ბათუმიდან და ქუთაისიდან გვაქვს ძალიან ბევრი შეკვეთები. თითქმის ყოველ დღე ვგზავნით. შედეგი რომ იმაღო, აი ძალიან დიდი შრომა, ძალიან ბევრი გათენებული ღამე, ძალიან ბევრი წვალება, ბევრი კრახიც, მაგრამ საბოლოოდ, რა ვიცი, მე მგონი რომ გამოვიდა. ალბათ კიდევ ბევრი გემოს შევმატებთ. გამოფენებზეც აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას. სამომავლოდ ნახოთ იქნება პატარა რაღაც ან მაღაზია, ან კაფესავით გავხსნათ, სადაც შეიძლება ადამიანი მოსვლას და შეძენას.